დოუჯი და ის ყველაზე წყნარი და მეგობრული დინოზავრია, ვისაც კი შეხვედრი ხართ. კარგით, ნახეთ. მოდი კიდევ ერთხელ ჩავთოთ ვიდეო თუ გამოგჩათ. პაულა ამბობს და ის ყველაზე წყნარი და მეგობრული დინოზავრია, ვისაც კი შეხვედრი ხართ. პაულა კი ბაძავს ამ მონაკვეთს და აჩენს ბრჭყალებს, რომ დოუჯი დინოზავრიაო, რითიც მიანიშნავს, რომ ის სინამდვილეში არ არის ის, რაც ჩანს. ამიტომ ჩდება კითხვა, რა არის დოუჯი და რა მნიშვნელობა აქვს მას ბრაულ სტარსის ისტორიაში. სანამ ის კავშირებს აღმოვაჩენთ, ჯერ უნდა გავარკვიოთ, ვინ და რა არის სინამდვილეში დოუჯი. არსებობს უამრავი მტკიცებულება, რომ დოუჯი გასაბერი ტივტივაა, მაგალითად, დოუჯის კისრის უკანა მხარეს ნათლად ჩანს რაღაც, რაც სარქველს გავს, ისეთივე როგორცაც გასაბერ ბუშტებზე ვნახავთ. გარდა ამისა, ყვითელი ჟილეტი, რომელსაც დაგის პერსონაჟი თამაში ატარებს, გასაბერ სამაშველო ჟილეტს გავს. როგორც ჩანს, ის ჰაერით არის სავსე და არა ტიპური ქაფის კუბებით, როგორც სტანდარტულ სამაშველო ჟილეტში. გარდა ამისა, ყურადღებას მივაქცევთ როგორღაც ჯერ აქტუალურ StarPack.biz ვებსაიტსაც არის ჩამონათვალი, რომელიც აგვეხმარება დოუჯის პერსონაჟის შესახებ მეტის გაგებაში. ეს არის უსარგებლო პოსტა. ჩამონათვალის აღწერა საკმაოდ უცნაურია, რადგან ნათქვამია, რომ მას ძველი სუნი აქვს, რაც შესაძლოა მის ხანგრძლივ არსებობაზე მიანიშნებდეს, მაგრამ ეს არის მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანი არის ინფორმაცია, რომელიც გვერდზეა მოცემული. ჩამონათვალი ასეა. გაფრთხილება. არ გაბერო თქვენი ტივტივა, დინო კვერცხი. დაწუნებული ვარ, თქვენი პირველი აზრია, რომ დოუჯი კვერცხი არ არის და მათაც დააზუსტეს, რომ პროდუქტი არის დიდი გასაბერი პლასმასის კვერცხის სათამაშო, რამაც შესაძლოა ეჭვი გააჩინოს. თუმცა წერილობით ახსნაში ისინი ამბობენ, რომ გაწვევა კვერცხის გამოჩეკვის პრობლემის გამო მოხდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ შიგნით რაღაც იყო. ამ ეტაპზე ვერ ვიტყვით, რომ კვერცხში არსებული იმიტირებული დინოზავრი დაგი არ არის, თუმცა ისიც ვერ დავასკვენით, რომ ის ნამდვილად დოუჯია. ასევე მნიშვნელოვანია აღნიშნოს, რომ მხოლოდ დინოზავრის კვერცხის გარკვეულ ტიპებს აქვთ ასეთი დიზაინი. ამ საკის ვიდეოში მოგვიანებით დაუბრუნდები. ფიქრობ უმჯობესია ჯერ გავარკვიოთ, რა ტიპის დინოზავრის წარმოდგენას ცდილობს დოუჯი. მისი ფიზიკური გარეგნობა რადიკალურად განსხვავდება ბაზისგან. მას აქვს უდაოდ გრძელი კისერი და თავის უკანა მხარეს რაღაც წამოწეული. ჩემი პირველი ვარაუდი იყო, რომ მას ბრონტოზავრის ჩთაგონება ჰქონდა მიღებული, რადგან ორივეს გრძელი კისერი აქვს. ბრონტოზავრები 4 ფეხზე დადიან, დაგი კი 2-ზე. თუმცა ეს შესაძლოა უბრალოდ დიზაინის სხარვეზიც იყოს. მიუხედავად ამისა, შეიძლება დარწმუნებით ვთქვა, რომ დოუჯის საროპოდების სახეობის ნაწილია. ასევე მინდოდა აღმენიშნა, რომ Brawl Stars აქვს საკმაოდ მარტივი პერსონაჟის დიზაინი. ბოლოს და ბოლოს ეს საბავშვო თამაშია და მათ სურთ, რომ მათ პერსონაჟები ადვილად ამოსაცნობი იყოს. ასე რომ, როდესაც საქმე დინოზავრების კონკრეტულ სახეობას ეხება, ვარაუდობ, რომ ისინი მარტივად შეინარჩუნებდნენ. მაგალითად, ბაზი შესაძლოა უბრალოდ პატარა ზომის რაპტორს წარმოადგენდეს, რადგან ის მხოლოდ 2 ფეხზე დადის და მის წყლის პარკს ველოცირაპტიდები ჰქვია, რაც უცნაურად გავს ველოცირაპტორებს. თუმცა რაპტორებს, როგორც წესი, არ აქვთ წვეტები. შესაძლოა ის შერეული სახეობაა, რომლის მეორე სახეობას ზურგზე წვეტები აქვს და როგორც ადრე ვთქვი, ვიზუალურად დოუჯი შესაძლოა საუროპოდის ოჯახის შთამომავალი იყოს, რადგან მას გამორჩეულად გრძელი კისერი აქვს. ეს შემთხვევაში, თუ დოუჯი ნამდვილი დინოზავრია, მაგრამ ცხადია, რომ ეს ესე არ არის. უბრალოდ შეხედეთ, როგორ დადის. ის მუდმივად ქანავს, რადგან კისრის უკანა მხარეს არსებული ხვრელიდან ჰაერს კარგავს, რომელსაც მხოლოდ გასაბერ სათამაშოებზე ნახავთ. ეს ნიშნავს, რომ დოუჯი სინამდვილეში ერთ-ერთი მათგანია და მას ასევე აქვს ხმოვანი ფრაზა, რომელიც ამბობს: „ჰეი, მე მებრძოლი არ ვარ, მე ტივტივა ვარ“. ასე რომ, თუ ეჭვი გეპარებოდათ, რომ ის ბუშტი ან ტივტივა არ იყო, ეხლა უნდა გაფანტულიყო ეს ეჭვი. და რაც არ უნდა უცნაური იყოს, ეს ყველაფერი რეალური კითხვა, რომელიც უნდა დავსვათ არის: რატომ მოხდა ეს და რატომ არის ეს ცუდი? სამწუხაროდ ამჯერად, რომ დოუჯი ისეთი ბედნიერი და ხალისიანია, როგორიც ჩანს, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ ამ ღიმილის ხმას შესაძლოა შემაშფოთებელი ისტორია აქვს. მაგალითად, მას მზეზე ქუდი ახურავს, ზუსტად ისეთივე, როგორც Next ჰქონდა ინვესტორის ვიდეოში, მაგრამ საკმაოდ დამაბნეველია. როგორ არ ხეხებს მან, იმ ხელა ქუდიდან დაინახოს რამე, რადგან მას თვალები ქუდის ქვეშ აქვს. მიუხედავად იმისა, რომ სიარული იჭის, ის მაინც ახერხებს ამას. ვერც მიაჩნია, რომ რაც ჩანს, ის პატარა ორი ადგილი, რომ დაგის თვალები ქუდის ქვეშ არის, ცდებით, რადგან ეს მისი ნესტუებია და თვალები დაფარული აქვს. ამას უფრო მეტი მტკიცებულებით ვამტკიცებთ, როდესაც დაგის ტირალა პინს ამოწმებს და შეამჩნევთ, რომ ცრემლი ნესტუების ზემოთ ეცემა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი თვალები დაფარულია. მის გაბრაზებულ პინზეც დაინახავთ მის თვალებს, რომლებიც ორი ხაზივით გამოიყურება, თუმცა ვფიქრობ, ეს უბრალოდ სიმარტივისთვის არის ახატული. სინამდვილეში ამჯერად, რომ ასეთი თვალები აქვს, რადგან მგონი უკვე გავარკვიე. 4 აგვისტოს Brawl Stars-მა გამოაქვეყნა პოსტი, რომელსაც სამუდამოდ შეცვალა დაგის მიმართ ხალხის დამოკიდებულება. პოსტს ჰქონდა უამრავი განსხვავებული წყვილი თვალი და ჩვენ უნდა გაგვერკვია, რომელი იყო ნამდვილი. აღსანიშნავია, რომ თვალების მდებარეობა და გარეგნობა დრაკო დოგის სკინში იყო მოცემული, სადაც ისინი საინტერესოდ იყო განლაგებული ზედა მარცხენა და მარჯვენა მხარეს, რამაც ერთი აზრი მომცა, რა მოხდება, თუ თვალების მდებარეობა სკინზე არის
იქ, სადაც მისი ნამდვილი თვალებია. ვიცი, როგორი გასაოცარი თეორიაა, მაგრამ სერიოზულად მომიცით ერთი წუთი. ბრაუსტერსმა თვალების 15 განსხვავებული შესაძლებლობა მოგვცა. ზოგიერთი მათგანი გონივრული ვარიანტი იყო, ზოგი კი არც ისე. მოდი კაცო, მართლა გონიათ, რომ სპაიკი აკონტროლებს დაგს? კარგი, ახლა რომ ვფიქრობ, ეს პასუხია. დაგი არის სპაიკი. მთელი სერიოზულობით მხოლოდ რამდენიმე ვარიანტი იყო შესაძლებელი. შევავიწროვოთ ჩვენი ვარიანტები, დაწყებული პირველი ვარიანტით, X-ის ლენტით. ამაზე მხოლოდ იმიტომ დავფიქრდი, რომ ის უცნაურად გავს მის კისრის უკანა მხარე არსებულ X, რაც შესაძლოა იყოს ლაქარათა დაფაროს ის, რაც ოდესღაც იქ იყო. X-ი მის კისერზე ასევე დანამატია, რომელიც ხვრელს ფარავს ტივტივზე, ან ბაზი და მისტერ P, თუმცა ეს ორი ბრაულერი ტექნიკურად დადასტურებულია, რომ კოსტუმებს ატარებენ, რასაც ელვა და ბაზის ხმოვანი ფრაზა, სულელური კოსტიუმი ამტკიცებს. დაგესრულად განსხვავდება მათგან, რადგან ის სინამდვილეში გასაბერი ბუშტია. შემდეგი ვარიანტია ლეონის თვალები. არ ვფიქრობ, ეს მისი თვალებია, რადგან სიმართლე გითხრათ, თავისთვის ცოტა პატარაა. შავი თვალების შესაძლოა ვარიანტია, თუმცა დებარეობა არ არის შესაფერისი. დრაკო დოუჯის სკინთან შედარებით, რაც გვიტოვებს მეოთხე ვარიანტს. მიზეზი, რის გამოც ვფიქრობ, ეს ვარიანტია, არის ის, რომ დოუჯი სინამდვილეში არ არის ნამდვილი და ის უბრალოდ წყალზე მოტივტივე ბუშტია, რომელიც შემთხვევით გაცოცხლდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მას სული არ აქვს, ან სულაც უსულოდ გამოიყურება. კარგი მაგალითი, რომლის მოყვანა შემიძლია, არის სლაპი, ბატის ბუსუსების ფრენჩაიზიდან, მარიონეტი, რომელიც უნებურად გაცოცხლდა, ასევე როგორც დაგი. გარდა ამისა, ამ თვალების დებარეობა ძალიან გავს იმას, სადაც თვალებია განლაგებული დრაკო დოუჯის სკინზე, რაც ნიშნავს, რომ შესაძლოა სწორ გზაზე ვართ. ახლა მინდა ყურადღება მის საფილმო ნივთებზე, ჰოთ-დოგებზე გადავიტანო. თუ გახსოვთ, ადრე ვთქვი, რომ დაგი სავარაუდოდ ბალახის ჭამელია, რაც იმას ნიშნავს, რომ ის მცენარეულ დიეტას იწევს, რასაც ორი რამ შეიძლება ნიშნავდეს. პირველი, ჰოთ-დოგები მცენარეულია, ან ჰოთ-დოგები სინამდვილეში ჰოთ-დოგები არ არის. ვფიქრობ, პრობლემა სწორედ ეს არის. ჰოთ-დოგები ნაგავია, პირდაპირ ნაგავია. უბრალოდ შეხედეთ დაგის წაგების ანიმაციას, ტიპით ცხვირს მიადებს და ინსტინქტურად ძირს აგდებს. მალევე ჰოთ-დოგის ირგვლივ ტოქსიკური მწვანე ბუზები დაფრინავენ. ნიშნავს თუ არა ეს, რომ ყველა ჰოთ-დოგი ტოქსიკურია? დიახ, ნიშნავს. არ ამგონია, რომ მხოლოდ ერთი იყოს ტოქსიკური, რადგან ერთი დაობებულია, ყველა დაობებულია. ჰოთ-დოგებს სავარაუდოდ ვადა დიდი ხნის გასული აქვს და მათი მოხმარება არ შეიძლება. ასევე, რატომ არავის დაუსვამს კითხვა, საიდან გაჩნდა ჰოთ-დოგები? უცებ არ საიდან ჩნდებიან. დაგი უნებურად ახდა მკვდრეთით და აქვს სრულიად მომაგრებული ჰოთ-დოგის დახლი. ვიღაცამ ხომ უნდა გაკეთებდეს ამ ტოქსიურ რაღაცეებს. რაც შემდეგ პუნქტამდე მიგვიყვას. სანამ ველოდებით მესამე და ბოლო ბრაულერს ველოცირაპტორების ტრიოში. მქონდა თეორია იმის შესახებ, თუ ვინ შეიძლება იყოს ის. თუ გახსოვთ, ადრე ვთქვი, რომ კვერცხებს ტარპაკ წეტილი ბიზდან აქვს გამორჩეული ლაქები. ეს დალაქავებული კვერცხები ძალიან გავრცელებული იყო დინოზავრების ჯგუფში, რომელიც ცნობილია როგორც მანირაპტორები, საიდანაც ფრინველები განვითარდნენ. ეს ნიშნავს, რომ კვერცხები სავარაუდოდ ფრთიან ქვეწარმავლს ეკუთვნოდა. სწორედ ამიტომ ჯერა, რომ ველოცირაპტორების ტრიოს მესამე და ბოლო წევრი არის პრედოდაქტილი, ფრინავი დინოზავრი, რომელსაც შეუძლია წყალზე და კედლებზე გადაფრენა. რაღაც, რაც ბრაულის სამყაროში არასდროს გვინახავს. ეს ასევე იქნება ბრაულერი, რომელიც ამზადებს ტოქსიკურ ჰოთ-დოგებს, ან სრულად ამზადებს მათ დაგისთვის. წარმოიდგინეთ ტერი პრედოდაქტილის პირველ მდედრ დინოზავრს, რომელიც ველოცირაპტორების ტრიოს დაასრულებს. შემოწყობინეთ კომენტარებში, რას ფიქრობთ ამ თეორიაზე. ეხლა კი ვიდეო დასასრულს მივახლოვ და თუ მოგეწონა ვიდეო, აუცილებლად უნდა დაალაიქო, უნდა გამოიწევო და გააქტიუროს ზარის ღილაკი, რათა არ გამოგჩეს გათამაშებები და ესეთი მაგარი ისტორიები. ეხლა კი მადლობა რომ მიყურეთ და გემშვიდობებით ნახვამდის.